საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენ დღეს განვაგრძობთ საუბარს თუ როგორ არის ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ჩაწერილი გენში, ანუ დნმ-ის გარკვეულ უბანში. 1954 წელს რუსული წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა გამოვმა განაცხადა, რომ დღეს, როდესაც უკვე ცნობილია, რომ დნმ-ის მოლეკულა შედგება ორი კომპლემენტარული ჯაჭვისგან, შეიძლება ვთქვათ, რომ გენში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა განსაზღვრავს ცილის მოლეკულაში ამინომჟავების თანმიმდევრობას. ანუ სხვანაირად რო ვთქვათ, მან ბრძანა, რომ გენში ნუკლეოტიდების ენაზე ჩაწერილი ტექსტი უნდა გადაითარგმნოს, ასე ვთქვათ, ამინომჟავურ ენაზე, რისგანაც შედგება ცილის მოლეკულა. ანუ გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ უჯრედს უნდა ჰქონდეს რაღაც თავისებური ლექსიკონი. ასე დაიბადა გენეტიკური კოდის იდეა. მათემატიკური გამოთვლებით იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ორი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა არ იქნებოდა საკმარისი ამინომჟავების განსაზღვრავად ცილის მოლეკულაში, ანუ დასაკოდირებლად, რადგან ორი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა წარმოქმნის 16 კომბინაციას 4 კვადრატში 16 სტოლია, ხო? მაშინ, როდესაც დასაკოდირებელი ამინომჟავების რიცხვი არის 20. აი ასეთი მსჯელობით მივიდა იმ დასკვნამდე გამოვი, რომ დნმ-ის მოლეკულაში 3 ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა, რომელსაც ტრიპლეტი ეწოდება, განსაზღვრავს, ანუ აკოდირებს ცილის მოლეკულაში რომელიმე ამინომჟავას. დნმ-ში მოცემულ ტრიპლეტს დნმ-ის კოდი ეწოდება. მართლაც 3 ნუკლეოტიდისაგან წარმოქმნილი კომბინაციების რიცხვი არის უკვე 64, 4 კუბში 64 სტოლია. ეს კი კიდევაც აჭარბებს დასაკოდირებელი ამინომჟავების რიცხვს 20. ამრიგად, დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთი, რომელიც ინფორმაცია შეიცავს ერთი კონკრეტული ცელის შესახებ, რასაც გენი ეწოდება, აი ამ გენის ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით, ანუ ამ ჯაჭვს აქტიურ ჯაჭვს უწოდებენ, მასში ტრიპლეტ ტიპის თანმიმდევრობა განსაზღვრავს ცილის მოლეკულაში ამინომჟავების თანმიმდევრობას, ხოლო თვითონ ტრიპლეტში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა განსაზღვრავს თუ ცილის მოლეკულაში ამა თუ იმ ადგილას რომელი ამინომჟავა უნდა იყოს. თუ შეიძლება ახლა ეს ჩვენ რაზედაც ვისაუბრეთ, სქემის სახით წარმოვიდგინოთ. თქვენ ეკრანზე ხედავთ დნმ-ის მოლეკულის გარკვეულ მონაკვეთს, რომელსაც გენი ეწოდება და რგოლში არის ჩასმული გენის ერთ-ერთი აქტიური ჯაჭვის უბანი და გამოტანილია გადიდებულად. როგორც ეკრანზე ხედავთ, ამ უბანზე სულ 9 ნუკლეოტიდია, ანუ ის წარმოქმნის 3 ტრიპლეტს, დნმ-ის 3 კოდს და თითოეული კოდს, დნმ-ის კოდს, ანუ თითოეულ ტრიპლეტს შეესაბამება შესაბამისი თითო ამინომჟავა. და თანაც ხედავთ თუ როგორ არის თანმიმდევრობით ეს ამინომჟავები განლაგებული. მაშ ეს ამ სქემით ერთხელ კიდევ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ თუ დნმ-ის მოლეკულაში როგორ არის ჩაწერილი ინფორმაცია ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ. ანუ ტრიპლეტში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა განსაზღვრავს ამინომჟავას, ანუ ყოველი ტრიპლეტი აკოდირებს კონკრეტულ ამინომჟავას, ხოლო ტრიპლეტების თანმიმდევრობა გენში განსაზღვრავს ცილის მოლეკულაში ამინომჟავების რაოდენობას. მას რადგანაც 3 ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა აკოდირებს ერთ ამინომჟავას, ამიტომ დნმ-ის კოდს აქვს ტრიპლეტური ბუნება. როგორც ვიცით, ჩვენ დნმ არის ბირთვის შემადგენლობაში მოთავსებული, ხოლო ცილის სინთეზი ხდება ციტოპლაზმაში ორგანოიდ რიბოსომებში.
რიბოსომები ვიცით, რომ თავისუფლადაც არის განლაგებული ციტოპლაზმაში და არის მარცვლოვან ენდოპლაზმური ბადის მემბრანებზეც. მაშინ რაღაცა ინფორმაცია ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ უნდა გადაიტანოს ბირთვიდან ციტოპლაზმაში ცილის სინთეზის ადგილას. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება რომ ეს იყოს თვითონ დნმ-ის მოლეკულა? ერთ დნმ-ის მოლეკულაში უამრავი გენია განთავსებული, ანუ უამრავი ცილის შესახებ არის ინფორმაცია ჩაწერილი. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მომგებიანი იქნება უჯრედისათვის, რომ მთელი დნმ-ის მოლეკულა გადავიდეს ბირთვიდან ციტოპლაზმაში? რასაკვირველია, არა, იმიტომ რომ ყოველთვის არ ხდება ყველა ცილის სინთეზი. უჯრედში ხდება იმ ცილის სინთეზი, რომელიც საჭიროებაც წარმოიქმნება. გარდა ამისა, დნმ-ის მოლეკულა არის გაცილებით დიდი ზომის, რომელიც ბირთვის ფორებში ვერ გაეტევა. მას რას მიაქვს ინფორმაცია ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ ბირთვიდან ციტოპლაზმაში? ამ ინფორმაციის გადამტანი გახლავთ ასე ვთქვათ, შუალედური ნივთიერება, რომელსაც ინფორმაციული რნმ, ანუ მატრიცული რნმ ეწოდება. და მისი სინთეზი ხდება სწორედ გენის ერთ-ერთი ჯაჭვის, აქტიური ჯაჭვის მიხედვით. ამიტომ მოდით ჯერ სქემაზე ჩვენ განვიხილოთ, როგორი არის გენის აგებულება. თქვენ სქემაზე ხედავთ გენს, რომელიც ორი ჯაჭვისგან შედგება. წვანით შეღებილი არის გენის უბანი, რომელსაც პრომატორი ეწოდება და მასთან დაკავშირება ხდება რნმ პოლიმერაზის, ფერმენტის, რომელიც მონაწილეობს ინფორმაციული რნმ-ის, ანუ მატრიცული რნმ-ის სინთეზში. შემდეგ მოდის საკმაოდ გრძელი, ყვითლად შეფერილი უბანი. ეს არის გენის ის უბანი, რომლის მიხედვითაც ხდება სწორედ მატრიცული რნმ-ის სინთეზი, ანუ საიდანაც გადაიწერება ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მატრიცულ რნმ-ზე. ხოლო ვარდისფრად არის შეღებილი უბანი, რომელსაც ტერმინატორი ეწოდება. როდესაც რნმ პოლიმერაზა მივა ამ უბანთან, ეს იმას ნიშნავს, რომ დამთავრებული არის მატრიცული რნმ-ის სინთეზი. დიახ, მატრიცული რნმ-ის სინთეზის პროცესს ტრანსკრიფცია ეწოდება. ტრანსკრიბე ეს ინგლისურიდან წარმოსგება ტრანსკრიფცია ეს სიტყვა და ქართულად ნიშნავს გადაწერას. მართლაც თითქოს გენში ჩაწერილი ინფორმაცია ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ გადაიწერება ინფორმაციულ, ანუ მატრიცულ რნმ-ზე. როგორ ხდება ეს პროცესი? ბირთვში ყოველთვის არის თავისუფალი რიბონუკლეოტიდები და გენის ერთ-ერთი ჯაჭვის, აქტიური ჯაჭვის მიხედვით კომპლემენტარობის პრინციპით რნმ პოლიმერაზას ფერმენტის მონაწილეობით ხდება მატრიცული რნმ-ის სინთეზი. გთხოვთ, ესაც წარმოვიდგინოთ სქემის სახით და ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ სწორედ ტრანსკრიფციის პროცესს. ხედავთ, რომ რნმ პოლიმერაზა დაკავშირებული არის გენის შესაბამის უბანთან და წითლად არის აღნიშნული ნაწილი ინფორმაციული რნმ-ისა არის დასინთეზირებული. ხდება მას ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით. როგორ ფიქრობთ თქვენ, შეიძლება თუ არა, რომ ტრანსკრიფციაც მივაკუთვნოთ მატრიცული სინთეზის რეაქციებს? რასაკვირველია, უნდა მივაკუთვნოთ, იმიტომ რომ აქაც მატრიცის, ანუ ყალიბის როლს ასრულებს გენის ერთ-ერთი ჯაჭვი და მის მიხედვით ხდება სწორედ კომპლემენტარობის პრინციპით მატრიცული რნმ-ის სინთეზი. შეგახსენებთ, რომ სიტყვა მატრიცა დასესხებული არის ეს ტექნიკიდან და იგი ყალიბს ნიშნავს. ყალიბში მაგალითად რამდენჯერაც ჩაასხავენ გამტარ ლითონს, გაციების შემდეგ ეს ლითონი ზუსტად ამ ყალიბის ფორმას ღებულობს. ამიტომ მიაკუთვნებენ მასაც მატრიცული სინთეზის რეაქციებს. წარმოვიდგინოთ, რომ გენის ერთ-ერთ ჯაჭვში ნუკლეოტიდების განლაგება ასეთი არის. დავუშვათ თიმინინიანი
გვანინიანი, ციტოზინიანი, ხო? თიმინინიანი, ადენინიანი და გვანინიანი. ხო, კომპლემენტარობის პრინციპით ხდება ბირთვში არსებული თავისუფალი რიბონუკლეოტიდებიდან მატრიცული რნმ-ის, ანუ ინფორმაციული რნმ-ის სინთეზი. მაშინ თიმინინიანის პირდაპირ ინფორმაციულ რნმ-ში დაჯდება რომელი ნუკლეოტიდი, რასაკვირველია, ადენინიანი. გვანინიანის პირდაპირ ციტოზინიანი. ციტოზინიანის პირდაპირ გვანინიანი, გვანინიანის პირდაპირ ადენინიანი. ადენინიანის პირდაპირ გავიხსენოთ ჩვენ, რომ თიმინი აზოტოვანი ფუძე არ არის რიბონუკლეოტიდებში, მის ნაცვლად არის ურაცილი და შესაბამისად ნუკლეოტიდი არის ურაცილინი. ამიტომ აქ იქნება ნუკლეოტიდი ურაცილინი. გვანინიანის ადგილზე იქნება ციტოზინიანი. ეს არის გენის აქტიური ჯაჭვი, ხოლო ეს არის ინფორმაციული რნმ, ანუ მატრიცული რნმ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ რომ ნებისმიერად დაწეროთ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა გენის ერთ-ერთ ჯაჭვში და მის მიხედვით კომპლემენტარობის პრინციპით ააგოთ ინფორმაციული რნმ, ანუ მატრიცული რნმ. ამით ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი დასრულებული გახლავთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.